წელს საქართველოში რუსეთის 800,000-მდე მოქალაქე შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე წელსაც ოკუპანტი სახელმწიფოა. მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე კი სომხეთი. უკრაინამ ტერმინი რაშიზმი დააკანონა. რაშიზმი განმარტებულია როგორც ჰიბრიდული ტოტალიტარული იდეოლოგია, რომელიც აერთიანებს რუსულ შოვინიზმს, იმპერიალიზმს, ასევე კომუნისტური და ნაცისტური პრაქტიკის ელემენტებს. პირველად სახელმწიფო დონეზე კანონი იძლევა ესეთი მნიშვნელოვანი ცნებების ოფიციალურ განმარტებას, როგორებიცაა ომი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, ეროვნული მეხსიერება, ისტორიული ანტიუკრაინული პროპაგანდა, დანაშაულები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. საქართველოს მოქალაქემ პოლონეთში ადგილობრივი დანით დაჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით მომხდარს წინსიტყვიერი დაპირისპირება უწყოდა. საქართველოს მოქალაქე ადგილზევე დააკავეს. რუსმა ოკუპანტებმა გასულ ღამეს ზაპოროჟიე დაბომბეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 22 ადამიანი. უკრაინული მედიის ცნობით რუსებმა იერიში მიიტანეს რამდენიმე სართულიან კორპუსებზე და კერძო საცხოვრებელ სახლებზე. ვაშინგტონმა კარიბის ზღვის აუზში სამხედრო ხომალდები და 4,000 ჯარისკაცი განალაგა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ვენესუელას ტერიტორიულ წყლებთან ახლოს ეს განლაგება ნარკოტიკებით ვაჭრობის საწინააღმდეგო ოპერაციაა. ვენესუელამ საპასუხოდ სამხედრო ხომალდები და დრონები სანაპირო ზოლის პატრულირებისთვის გაგზავნა.